ჩვენში რო პრობლემები არის ძალიან ბევრი, ამის დასტური ასევე ისიც, რომ ღვიძლი შური არის გამეფებული მთელს საზოგადოებაში. და აი ეს იგრძნობა ამ მედიებში, სოციალურ ქსელებში. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ ეს TikTok-ი მაგალითად არის რაღაცა გასართობის საშუალება. არ არის მეგობრებო, ყველა პლატფორმას აქვს თავისი დანიშნულება. 1000-ჯერ მithქვია და ეხლაც ვიმეორებ, ეხლა უკვე მომბეზდა ამის ძახილი, რომ ინფორმაცია საინფორმაციო პროპაგანდით იქნა, რომ ეს ახალგაზრდობა გადაიყვანეს ჭკუიდან. თქვენ რა გონიათ, აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც დაბორიალობენ რუსთაველზე, თქვენ გონიათ, აი ამ მედია საშუალებების ზეგავლენის ქვეშ არ არიან? ყველა არხი რომ მათი არის, ყველა ტელევიზია მათი რო არის. აი სწორედ მაგიტო გადაიყვანეს ჭკუიდან. და ესე იგი, აი მე ყველა პლატფორმას ვაკვირდები, და ამას იმიტომ ვიყენებ, რომ ინფორმაციების მისაზრდად, ეხლა TikTok-ზეც არის ტრენდი, რა ინფორმაციებსაც ნახულობ, ის გივარდება. და ესე იგი, მაგრამ ზოგჯერ ვარდება სხვა ინფორმაციებით. ესე იგი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არის საქართველოში, ცხოვრობენ გურიაში, 5 შვილი ყავთ. და აი ესე იგი, ეს 5, ეხლა გურიაში ყველაზე ალბათ წყალწაღებული რეგიონი საქართველოში თუ არის, რომელიმე არის გურია. კი, ბევრი რამე გაკეთდა ინფრასტრუქტურის კუთხით რაღაცა, მაგრამ უმუშევრობა არის კატასტროფულ დონეზე, სოციალურად დაუცველები ძალიან ბევრნი არიან და მე კარგად ვიცი რა ხდება გურიაში, იმიტომ რომ იქიდან ვარ. ესე იგი, თხილი დათესა ხალხმა ფაროსანამ გაანადგურა. ციტრუს ფასი არა აქვს. და აი, რო იძახიან, რომ აი, ხელი გაანძრიე გეშურება. არ არის მეგობრებო ეგრე. რომ მოიყვან რაღაცას კიდე ჩამოიტან აქ ბაზარზე, კონკურენციას ვერ უწევს იმ თურქულ და იმ უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე. და ფაქტობრივად არის წამგებიანი სოფლის მეურნეობა დღეს, იმიტომ რომ ხარდაჭერილი არ არის. იმიტომ რომ თუ კი ჰექტრობით მიწები არ აქვს, ხო, რაღაცა შენი პატარა ეზოთი 5 სულიან ოჯახს ვერ გადაარჩენ და ვერ გამოყვება. და ეს ადამიანი, აი ამ 5 სულიანი ოჯახის დედმამამ რაღაც ამ TikTok-ზე დაიწყო კამპანია, რომ აი იქნება დაგვეხმაროთ, სახლს გავაკეთებთ, კარს გავაკეთებთ, რაღაცა საყოლს ვიყოლიებთ, რაღაცა და საქართველო ფეხზე დგება, მომავალი გვეზრდება, პერო ჩვენი გეშინოდეს, ხარი მხართან ერთდება, მუდამ გახსოვდეს ვისი ჯიშის ხარ, ახლა სადა ხარ, რა გზით მიდიხარ, შენ ქართველი ხარ და მეც ქართველი, თვის შობელია ჩვენი ფარველი. ხალხმა ჩაურიცხა ფული და ეს საწოდავი ადამიანი გამოვიდა ტელევიზორში, თქვა, რომ აი ხედავთ ხალხო, აი აგერ საწოლი მიყიდეს, აგერ რაღაცა შემიძინესო. აი ხალხო დავასრულეთ. ეს გემრიელი ოთახი ჩავანაცვლეთ, აქ იყო საშინელება, კატასტროფულმა, ეს ოთახი იყო გაუქმებული, ეს ოთახი, იქითა ოთახი, დაბლა ოთახები ყველა გაუქმებულია, არ არის საცხოვრებელი პირობები და ეს ორი ოთახი გაუქმებული იყო. ხმარობდის ჩვენ შუშაბანს და ახლა სადაც ვართ ლაივში პირდაპირ. ორ ოთახს მოვშოვოთ ფაქტურად ხმარობთ. დააჩენი იყო განადგურებული, გაპალაჩებული და მიდის თქვენი გვერდში დგომით, აი ასე გალამაზება და უკეთესად გაკეთდება ეს სახლი და ოთახები და ეს. აი დავამთვალიეროთ ყველაფერი, დავაგემოვნოთ. ბავშვებო, მადლობა გაიხადეთ. ბატონო, აი დავამთვალიეროთ ლამაზად, კარგად, აი თქვენი ნაყიდი შკაფი აგერ არის, თქვენი ნაყიდი კამოდი აგერ არის. უღმესი მადლობა და ღმერთმა სიგეთეში და სიხარულში ყველაფერი ღმერთმა დამლოცოს და ამაზე გაგულისებული ადამიანებმა დაიწყეს ამათი ბულინგი, ლანძღვა, თათხვა, ესე იგი დავინტერესდით ერთი რა ადამიანები ლანძღავენ ამ ხალხს მე. ისე კითხვა მაქვს ერთი ყველასთან რა, ვისაც საპატრიარქოსთან შეხება გაქვთ, თან ისა რა ქვია, ასაახლებლოში ისინი ყავთ მღვდლები რა, შეეკითხეთ ერთი ძილისპირული საპატრიარქოში რომელ საათზე იწყება, რომელ საათზე იძინებენ. როგორც კი მზე ჩადის ქათმებივით, ალბათ თვალები ეხუჭება და ძეისას ძინავთ.
მასე მიტინგზე რო გამოდიან სხვა ეკლესიის წარმომადგენლები და მშვიდობისკენ მოუწოდებენ ამ ტიტუშკებსა და ჩვენ ყაჩაღ და იმას რა ქვია პოლიციას ჩვენი ეკლესია სად არის საინტერესოა რატომ დუმს რატომ ახართ გაჩუმებული ხმა არა მოგეღებათ ფული გაქვთ ბევრი აღებული ხო გთამი ჯოჯოხეთს ანათებს და ეთყობა თქვენთანაც მოვიდა ის ჯოჯოხეთი და გაგინათათ ხო იმიტომ ვერ გადიხართ და ხმას ვერ იღებთ რომ უკან არ წაგართვას ხო იმან რა ქვია ბიძინან ფულები აი თქვენ გინდათ დავით აღმაშენებელი რომ წვერებით გათრიონ და ეგ ანაფორები რომ გაცვიათ ტყუილა და ამოფარებულები ხართ თქვენ ფარისევლებო დაგახიოთ ყველას ზედ აღმოვაჩინე ესეთი ტიპის ადამიანი ეხლა მინდა გესაუბროთ აი ამ მათხოვარ წყვილზე რომელსაც მთელი TikTok-ი იცნობს და მინდა ერთი რამ გითხრათ ყველა იმ ადამიანს ვინც აი ამ მათხოვარ წყვილს ურიცხავთ ფულებს და აი ასე დათულ სამსახურს უწევთ ადამიანს 5 შვილი ყავს და ამ 5 შვილს თქვენ ცოტათი აზროვნებთ რა მაგალითს აძლევს და რას ასწავლის ასწავლის რომ იოლიმ ფული მოიპოვება ასე დაჯექი TikTok-ზე 1-2 ხელი გაიქნიე პირი გააღე ტაკი მასხარა გამოდი და შვილო ფული გექნება და სინამდვილეში ცხოვრება ასე არ არის 5 შვილს რო აკეთებდი არ ფიქრობდი რომ უნდა გემუშავა მაგათთვის მაგას არ ფიქრობდი მარტო საკუთარ სიამოვნებზე ფიქრობდი ალბათ იმ მომენტში ხო ფუი თქვენ ყველა იმ ქართოს ვინც აი ამ მათხოვარს ფულს ურიცხავთ რომელსაც 2 ხელი აქვს 2 ფეხი ხალხო ცოტა გონსმოდით ვის ურიცხავთ ფულს თქვენ გონიათ რომ კარგს უყედებთ გინდათ 50000 რო ურიცხავთ და უყურებთ აი ამის ციგნობას ამის არ ვიცი რა დავარქვა რა ამის ტაკი მასხარაობას თქვენ გონიათ რომ კარგს აკეთებთ ხელს უწყობთ კიდე უფრო მეტად გამათხოვდეს და ცოტა ხანში ეს დაინახავთ რომ 5-ვე შვილს თქვენი ფულებით უყიდის სახლს გაურემონტებს ავეჯით გაუწყობს და თქვენ დადექით და შორიდან აი ასე მერე ყლაპეთ ნერწყვები და ის თქვით რომ ვა შეხედე ამას თქვენ ნაწვალებს და თქვენი ოფლით მოპოვებულ ფულს ამ ასეთ ღორებს რატო უყრით, რატო ურიცხავთ ხალხს? იცით რა არის? ხვის ომში ყველა ბძენი არის. ვისაც ქართველების გამრავლება არ უხარია, არ ვიცი, ის ქართველების მტერია. თუ არ გინდათ ამის ყურება, ნუ უყურებთ. გასაგებია ჩემთვისაც ეხლა რომ ვიღაცებისთვისაც და ჩემთვისაც შეიძლება სანახავი დიდად არ იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ კაცმა თუ კი ოჯახის გადარჩენისათვის მონახა საშუალება რომ ოჯახი გადაარჩინოს და პირობები შეუქმნას თავის შვილებს რა გინდათ რა სერჩით ვერ ხვდები რა გააკეთოს აბა ვერ გავიგე აი ზოგიერთებით გაიხადოს ჩაიხადოს და რაღაცა საშუკეთურ გზას დაადგეს ცდილობს რომ რაღაცა გასართობი კონტენტი შექმნას და ამითი რაღაცნაირად მიიღოს შემოსავალი. ეხლა რო უყურებთ ამ ბავშვებს, 5-ვე ბავშვი როგორ კარგად გამოიყურება, ჩაცმულია, დახურულია, ნაჭარ, ამას ენერგია არ ჭირდება. ზოგს გონია რომ აი იგივე 5 შვილის მოვლა ეს არაფერია. უწერენ იქ რასაკეთებ, არაფრის გამკეთებლები არ ახართ, მარტო მოწყალე. მაინტერესებს ეს 5 შვილი თქვენ გაუზარდეთ ამ საქართველოს. და თქვენ აჭმევთ, თქვენ ასმევთ, თქვენ უვლით, თქვენ ბანთ, თქვენ ახურავთ. ერთი მაინტერესებს ზაღლების და კატების მოვლის მეტი რო არაფერი არ იცის ზოგიერთმა და ვიღაცებს ჭკუას არიგებთ რომ თურმე შვილი რამდენი თუ არ შეგეძლო რატო აჩენი მაშინ საქართველოში არავინ ოჯახი არ უნდა შექმნას და შვილი არ უნდა გააჩინოს იმიტომ რომ არავის არ აქვს დღეს იმის ნამდვილად საშუალება 5 შვილი იყოლიო გმირობა დღეს 5 შვილის ყოლა 4-ის და 3-ისაც იმიტომ რომ არ არის საშუალება დღეს ეკონომიკური რომ არ ჩინოს ოჯახმა შვილები და მაშინ აღარ გავაჩინოთ შვილები თქვენ აძირლებო თქვენა ვინ ახართ მაინტერესებს 5 ძაღლის ყოლას 5 შვილი მაინც იყოლიე რაც 5 ძაღლის ყოლას ჭირდება იმდენი 5 შვილს კი არჩენს ადამიანი გოგო აქ რატო ამოხვედი რომი რას გავს გოგო აქაურობა ეს რა არის მიპასუხე რა არის ესე უნდა გავაბეწვიანო გოგო წეღან დავასუფთავე აქაურობა დასაცმელი უნდა დამეკეცა სიცხვილი არა გაგსაერთოთ ამ ხელა ქალს შენი ბუდე ხო გაკ
წადი ახლა ჩქარაშე ბუდეში. წადი შეხედე აქაურობა, შეხედე, აი შენი ბეწვები. ამოხვედი უკვე, ვაიმე. მეც მიყვარს გენაცვალე ეს აწონი, მაგრამ შედ არა ვგორაო. წადი, ალე, წადი ახლა, წადი. გამაგიჟა უკვე, გამაგიჟა. შენ რა არის, დღით გახარ ბიჭო და მიღებ? Non, pardon. მე ესეთი საქართველო ნამდვილად არ მინდა. სადაც არ უხარიათ ადამიანს ხუთი შვილი რო ყავს. სადაც პირიქით მიესალმებიან, მაგალითად ვიღაცა, ესე იგი თუ კი რაღაცა უკეთურობა ჩაიდენ. არ შეიძლება ეს ბოღმა და ღვარძლი იყოს საზოგადოება. ეს ხუთი შვილი მარტო მისი კი არა, ჩვენიც არის. საქართველოსია. კი, გასაგებია, მეც არ შეამოვნებს, რომ ეხა ზის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და ლაპარაკობს, რომ აი რამდენი ჩაგვერიცხა. ეხა არ არის კარგი მოსასმენი, მაგრამ რა ქნას? აი რა გააკეთოს მითხარი? ელემენტარული კამფეტი და ტკბილეული რო უყიდოს აი ამ ადამიანმა თავის ესე იგი ოჯახს ერთი 300-400 ლარი დაეხარჯება ერთხელ რო შევიდეს მაღაზიაში 400 ლარი დაეხარჯება კამფეტები რო უყიდოს და მაინტერესებს აი 1500 ლარი არის ეს არის ყველაზე აი უმაღლესი სამსახური იპოვო თუ იპოვე ჯერ ეგერთით 1500 ლარად არ ჩენ ხუთსულიან ოჯახს ვიღაცები რო ლაპარაკობთ კიდე რომ აი თუ ისა ხელი გაანძრი ხელიც გაანძრებ და ყველაფერსაც იზა მაგრამ ვერ არჩენ დღეს ისეთი სისტემაა შექმნილი რომ ვერ არჩენ არც იცით სოფელი რა არის არც გიცხოვრიათ მე სოფელში ყანაშიც მიმუშავია ფიზიკურად ჩაიც მომიკრეფია ყანაც გამითოხნია ციტრუსიც მომიკრეფია ვიცი ეს რა არის შრომა და ვიცი როგორ უჭირს გლებს დღეს ისეთი სისტემა არ არის სოფელში შექმნილი რომ აი მარტო აი ადამიანმა მიწაზე ვუშაობით არჩინოს ოჯახი არ არის ესე დაუცველია გლეხი და სვისოფში ყველა ბძენი როგორ ახართ კაცო ვერ გავიგე რა თქვენ შვილების გაჩენა არ გიდათ თქვენ დაკავებული ხართ სექსით გარყვნილებით უბედურობით და ვიღაცა თუ რაღაცას აკეთებს ვიღაცა თუ საქართველოს მომავალთაობას უზით იმას აგინებ და ლანძღავ შეუქმნით ამ ადამიანებს პირობები წაიყვანეთ ამუშავეთ ღირსეული სამსახური მიეცით არავის არ სიამოვნებს მოწყალება და თქვას რომ იცი რა დამეხმარეთ ამდენი და ამდენი გამიგია და მსმენია რომ აი წასულან დედები რაღაცა რო შვილები გადაარჩინონ მე ოჯახები დანგრეულა ეხა ვიღაცას რო ლაპარაკობთ აი ხელფეხი გახსენო ეხა ცოლი რო წავა 3-4 წელი და ქმარი ოქრა დარჩება 80% ოჯახები ინგრევა და ეს უნდა სწორედ აი ამ დასავლეთს რომ ამ საქართველოში ქართველები აღარ დარჩეს აღარ არის მყარი როგორ შეიძლება მეუღლე წავიდეს იქ იმუშაოს აქ დარჩეს და ინგრევა ოჯახები და ამიტომაც უნდა შეიქმნას ღირსეული პირობები და თქვენივე ლოგიკით ეხლა რომ მიუყვედა რომ ლაპარაკობთ რომ თუ იმის საშუალება მაშინ არავინ არ უნდა გააჩინოს შვილები მე პირადად კიდევ ერთხელ მეგობრებო აი მესამე შვილი რო გამიჩნდა რო ვიყავი აი პატრიარქი მაშინ ჯანზე იყო სვეტიცხოვოში როდესაც იყო ეს ნათლობა გაოგნებული ვიყავი სულ 90% აი გაჭირვებული ოჯახები იყო არც მე ვარ ეხლა დიდად დალხენილი მაგრამ ნუ ჩემთან ნუ დავინახე რომ გაჭირვებული ოჯახები იყო 95% და ყოველთვის ასე იყო საშუალო ფენა იყო საქართველოს გადამჩენელი და ვისაც ფული აქვს და თავზე გადადის გააჩენენ და იპოტენტებად ძდიან თავიანთ შვილებს მე პატივს არ ავცე მაგალითად იმ ადამიანს რომელსაც საშუალება აქვს და ერთ შვილს მეც არ გააჩენს ან საერთოდ შვილს არ გააჩენს და ამ ბევრი ვიცი დღეს რომ თავზე გადადით ყველაფერი ოჯახი შექმნა არ უნდა შენ ვერ გავიგე ბიომასა ხარ ღმერთმა რო გაგაჩინა რაღაცა ხო უნდა დატოვო ამ ქვეყანაზე რაღაცა ხო უნდა დატოვოთ ამ ქვეყანაზეა რა მარტო კეიფისთვის და დროსტარებისთვის მოყვედი ამ ქვეყანაზე კაცო გასაგებია ზოგს უჭირს არ აქვს რომ მაგალითად იგივე ბინა იყიდოს და ამიტომ მე მესმის ასეთები მაგრამ ზოგს აქვს თავზე გადადის ყველაფერი და ესეთი აი ქალბატონებისგან გამიგია ხშირად მე რატო უნდა გავყეო ისეთ ადამიანს ვინც ჩემზე სოციალურად იქნება დაბალი და არ თხოვდება მაინტერესებს ერთი მთელი ცხოვრება ბოზობით ხო არ უნდა იყოს დაკავებულებია რა ეკლესია აი ამაზე უნდა ელაპარაკებოდეს ახალგაზრდობა რომ ოჯახები უნდა შექმნან რომ გაჭირვებას უნდა გაუძლონ რომ უნდა აუცილებლად თითოეულ ტაძარში უნდა იყოს საუბარი რომ ოჯახის შექმნაზე ოჯახის შენარჩუნებაზე რომ რაღაცა პრობლემა რო იქნება არ უნდა იყოს რომ დაკრა ფეხი და ოჯახი დაანგრიო არავის ხმა არ ამოუღია იმ აი დღეს ეხა აი ანტინარკოტიკული რაღაცა უკვე დაიწყო პროპაგანდა საქართველოში მაგრამ ვინმე როდესმე გამოვალ იმ სტამბულის კონვენციიდან დღეს რო კაცებს იჭერენ იმიტომ რომ რაღაცა ოჯახური ძალადობით გამოგონილი და რაღაცა ქალთა მიმართ გამოგონილი ბრალდებებით მე არ ვიცახი რომ ყველა ანგელოზია მაგრამ 80% დღეს ზის ქალთა მიმართ ძალადობაზე და ეს არის გამოგონილი ბრალდებები
რაღაცა პატარა გაუგებრობა და ეგრევე ციხეში უშვებენ კაცს. სააკაშვილი ნარკოტიკების უდებდა და დღეს ქალების ჩადება ხდება. და ეს არის რეალობა. და ვიღაცა სადღაც მიყრუებულ სოფელში გაჭირვებული ოჯახი 5 წლის გააჩა, მთელი საქართველოს სოციალურ ქსელით აგინებს ამ ადამიანს. რატო იღებს მოწყალებასო და მე არ ვიცი ჯერ ამას ნიჭი ქონია რომ ამას აკეთებ. რა გიდათ ვერ გავიგებ თქვენ ყარავს, თქვენ ქურდა, თუ გინდა მიელში, თუ გინდა ნუმიცებ, რატო აგინებ, რატო ლანძღავ? ნეტა გქონდეს საშუალება და ეხლა დღესვე გადაურიცხავდი $10,000. და ამაზე არის სალაპარაკო. პროპაგანდა უნდა იყოს. ადრე მე მახსოვს რომ მრავალშვილიანი ოჯახი თუ იყო, იმას სახელმწიფო დაუწერელი კანონი იყო, რომ ყველანაირად ხელს უწყობდა თანამდებობაზეც და ყველა მხრივ. და ვიღაცას თუ გაცილდებოდა ცოლს, იმას უკვე სამსახურიდან და პარტიიდანაც შეიძლება გაეგდოთ. დღეს საქართველოში პირიქით მრავალშვილიანი ოჯახები და ესეთი მყარი ოჯახების პროპაგანდა კი არ მიდის პირიქით, აგერ ბულინგი მიდის და ლანძღვა და გინება. დღეს საქართველოში თუ გინდა ჩვენ გადარჩენა, მისაბაძი უნდა იყოს მრავალშვილიანი ოჯახები. დღეს თუ გინდა ჩვენ გადარჩენა, ოჯახების შექმნაზე უნდა იყოს პროპაგანდა. ახლა რო გამოხვიდა ხელისუფლების წარმომადგენლები თქვა რომ უნდა ეს ნარკოტიკების საწინააღმდეგო პროპაგანდა უნდა იყოსო. ნარკოტიკი გეთანხმები და უნდა იყოს ასევე ოჯახების შექმნის პროპაგანდა, ოჯახების დაცვის პროპაგანდა, რომ მრავალშვილიანი ოჯახებს შეუქმნათ პირობები. ამაზე უნდა იყოს და აქ უნდა იყოს ეკლესიაც და ერით და ბერით ჩართული. ერთად უნდა ვიყო დავით აღმაშენებელმა, იმიტომ მოიგო დიდგორი და დავით იყო დიდი, რომ ის ეკლესიაც და სახელმწიფოდ ერთად იყო. ანაერად ჩვენ ვერ გადავრჩებით.